მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციებისას დაკავებულ 11 პირს. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 დემონსტრანტს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განისაზღვრათ. მოსამართლემ წარდგენილი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და შემსუბუქდა სასჯელის ვადა, თუმცა უსვლელი დარჩა მისი ფორმა, ანუ პატიმრობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 11 დემონსტრანტმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. განაჩენის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში უკვე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი. ბოლომდე მასთან ვართ და მაგრად ვიყოს. პრინციპში ეს ძალიან სწრაფად გაიგვის ის რაც დარჩენილი აქვს, იმიტომ რომ 2 წლიდან მე მგონი გამოაკლდება ის ვადა, რომელიც 9 თვის განმავლობაში მოიხადეს მათ და წელიწადი და 3 თვე. ჩვენ აქედან უგულშემატკივრებთ ყველანაირად და ისინიც უნდა მაგრად იყოს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქამდე მოტანილი თავისუფლება ბევრი სისხლით და ბევრი ოფლით მოპოვებული გავუთმოთ და დავუთმოთ დღევანდელ რეჟიმს, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოადგენს რუსულ დიქტატურისკენ სავალ ავტოკრატიას და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ აუცილებლად და ჩვენ ვიცი რომ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ დღეს იწრთობა როგორც საზოგადოება, ასევე ამ საზოგადოებაში ის ადამიანები, რომლებსაც არ ნაკლებად სჯეროდა თავიანთი ძალების, დღეს დაიჯერეს და ხვალ კიდევ უფრო მეტ დაიჯერება. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე სასამართლომ მოისმინა ბრალდებულთა დასკვნითი სიტყვებიც. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით. თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა. თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები. თხოვნა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გამოკეტვაში იღებთ მონაწილეობას. შეიძლება ბევრ უსამართლობას შეეჯახოთ ცხოვრებაში. და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანისა და ადამიანების რწმენა დაკარგო. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში რაც დაუშვა, ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს. 12 წლის ვიყავი, როდესაც სანდრო გირგულიანი მოკლეს. ჩემი ოჯახის ახლობელი. ვერ ხვდებოდი, რატომ არ ისჯებოდნენ მაღალ ჩინოსნები. მეორე გაურკვევლობა ის იყო, რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად. თავარი მიზეზი იყო შიში. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს, რაც საჭირო იქნება, ვიტყვი და არ შემეშინდება. ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ მეთქი. ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერაც გავიმარჯვე. 14 წლის ბავშვი ვიყავი, როცა 9 აპრილს მამაჩემის გვერდით ვიდექი. ახლა 50 წლის კაცი ვარ და არაფერი გამომიტოვებია. ვიყავი აფხაზეთში. მე ვიბრძვი არა ჩემი სიკეთისთვის, არამედ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ნათელი, ევროპული მომავლისთვის. მე ვამბობ სიმართლეს, სიმართლისთვის ვისჯები. სამუდამოდ რომ მოგვისარჯონ, ჩვენ იქაც განსხვავებით სხვებისგან თავისუფლები ვართ. იქიდანაც ვიბრძოლებთ, იქიდანაც დაგამარცხებთ. ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის. იმის გამო, რომ ვიდექით საქართველოს დასაცავად. იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, აღარ გვინდა რუსეთი. 1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე. 17 წლის ბიჭი, რომელსაც საქართველოს დროშა ეკავა და 300,000 კაცს მოუძღოდა წინ. საქართველოს ბევრი სახელოვანი გმირი ხავს, ჩემი ძმის თამადობით. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა. გალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს განაჩენის სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით უნდა გამოეტანა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს მსჯავრდებულთა დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობენ, რომ მიმართავენ ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. რაც არ უნდა არარეალური იყოს, მაინც მოსამართლემ თავისი განაჩენით დატოვა ორგანიზატორების საქმეში, დატოვა ჯგუფურობა საქმეში, დატოვა მათთან კავშირი, ბრალდებულების ნაცნობობა და მათ შორის უკანონო მოქმედებები, რომლებიც მხოლოდ ძალადობრივი აღარ აღმოჩნდა და არის მხოლოდ წესრიგის დამკვირვებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მაგრამ ამას რამდენად აქვს დღევანდელ სასამართლოს პირობებში პერსპექტივა ამას
ალბათ უკვე დრო გვანახებს, მაგრამ აუცილებლად ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში და აუცილებლად თითოეულმა სინდისის პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით მის გვერდით, ვიდრე ბოლო პატიმარი არ დატოვებს ციხის კედლებს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუნდაც შემსუბუქებულ მუხზე გადაკვალიფიცირება, რა თქმა უნდა, არის ცალსახად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რასაც რა თქმა უნდა არ ექნება ჩვენი მხრიდან რაიმე მიმღებლობა. ჩვენ ვიბრძოდით ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილებისთვის, რაც ჩვენი მხრიდან იქნებოდა ესეთად აღქმული მხოლოდ გაამართლებელი გადაწყვეტილება. საქმის 8 თვიანი განხილვის განმავლობაში არც ერთ დაკავებულს ბრალი არ უღიარებია. სასამართლოს ცნობებზე მათ არაერთხელ თქვეს, რომ ისინი 2024 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს იცავდნენ. უკვე მსჯავრდებულები მათ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.